შენ როცა ხარ მზად ამ მოგზაურობისთვის, ალბათ ამეთანხმები ამ მიმართულებით ხარ შენც აქტიური, ხო? გამოჩნდება ეს ადამიანი აუცილებლად, რომელიც აი მენტორის როლს შეასრულებს თუ სხვადასხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი იქნება, კოუჩი, თერაპევტი თუ ასე შემდეგ. მე როცა გამიჩნდა შინაგანი დაკვეთა მზაობა, რომ ეს მოგზაურობა დავიწყო, ხო? მე ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, ვინც ამ გზაზე მეხმარება. უბრალოდ ამასაც მე ნიჭი ჭირდება, რომ შეამჩნიო. ნახეთ, მე მქონია შემთხვევა, რომ მე არიან მოდებული. და უფრო არეულები მინახავს ადამიანები, რომ იქ იყვნენ, აქ იყვნენ, იქ იყვნენ და ვერ დაალაგეს. ჯერ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ტრანსფორმაციის და ცვლილებები როცა გვინდა, ეს ერთჯერადად არ ხდება. ამას ხანგრძლივი პროცესი არის, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ და ამ მიჩვევას მე ისე სწრაფად გადის ის დრო, რომ ხვდებით, რომ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ სწრაფად გავიდა. ეს ნების ყოფაზეც არის ძალიან დამოკიდებული. უბრალოდ არ უნდა დავიკარგოთ კიდევ ამის ძიებაში ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ედება ადამიანის გონება სწრაფ დახმარებას ეძებს. ძალიან კარგი რაღაც თქვი, იმიტომ რომ რეალურად ალბათ 15 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვარ აქტიური და აი რომ მკითხო რა არის ის, რაც ადამიანებს აბრკოლებს ძირითადად იმაში, რომ ის შედეგები დადონ, ტრანსფორმირდნენ, თუ ეს გზა გაიარონ, დავა ერთ რაღაცამდე და ეს არის მოქმედება. ანუ მოქმედებაში გადაყვანა იმ რაღაცის, რაც უკვე გავიგე ჩემს თავზე. და ესეც ერთი ცდუნებაა ხოლმე ხაფანგი. რომ მოდი კიდე აბა ერთ კურს გავივლი, მოდი ამასაც ვკითხავ, აბა იმასაც გავაკეთებ, ამასაც გავაკეთებ, ყველაფერი გაიგე უკვე, რისი გაგებად შეგეძლო, მაგრამ მოქმედებას მაინც არ იწყებ. ანუ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ ის სამუშაო ჩავატაროთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა მარტო განვითარება ხო არ არის? კი გვაქვს ეს სულიერი მისწრაფება, იმიტომ რომ არის ჩვენში ეს იმპულსი, მაგრამ ასევე ვართ ფიზიკურ რეალობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური კანონებითაც უნდა ვიმუშაოთ და აქ მთავარი არის მოქმედება, რას აკეთებ ამისთვის. მე თუ უბრალოდ ეხლა დავჯექი, წარმოვიდგინე, ვიზუალიზაცია გავაკეთე ჩემი სასურველი მომავლის, მე ავდექი და არაფერი არ ვქენი ამასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ის შედეგები არ მოვა ჩემს ცხოვრებაში.